ერთი ნივთია, რომლის საქართველოდან ყირგიზეთში ექსპორტი 19,000%-აა გაზრდილი. 2021 წელს გავიტანეთ 1 ცალი, 2024 წელს 191 ცალი. სანქცირებული ნივთია, თან ძვირადღირებული, თითო საშუალოდ $100,000 ღირს. ყირგიზეთში რამდენი ჩავიდა თუ იცით? 37. დანარჩენი სად წავიდოდა? მინიშნებას მოგცემთ. საქართველოდან ყირგიზეთში მიმავალმა ტვირთმა რუსეთი უნდა გაიაროს. ეს ნივთი სატვირთო მანქანაა და წესით რუსეთს არ უნდა მიეწოდებოდეს, რადგან მისი გამოყენება სამხედრო ლოჯისტიკაშიც შეუძლია და ეკონომიკის განვითარებისთვისაც. სანქციები კი იმისთვის დაუწესეს, რომ სამხედრო ოპერაციებისთვის საჭირო მარაგი მარტივად ვეღარ შეივსოს და ეკონომიკა ისე დაუსუსტდეს, რომ ომის წარმოების თავი აღარ ჰქონდეს. მაგრამ 1000 გვარი სქემების, მაქინაციებისა და არც თუ ისე კეთილსინდისიერი ბიზნესმენების დახმარებით, რუსული ავტობაზრები მაინც სავსეა ევროპული და ამერიკული სატვირთო მანქანებით თუ მძიმე ტექნიკით. Почему я стал заниматься грузовой техникой? Потому что схема очень простая. ნინო რა ვიპოვეთ? აი ძალიან საინტერესო რაღაცები ვიპოვეთ. რეალურად ზუსტად ის მონაცემები მივიღეთ, რასაც ვფიქრობდით ტრაილერებზე. საქართველოში არის ერთი კომპანია, ქართული კომპანია, შპს Enterprise, რომელმაც 2023 წელს 33 მანის მანქანა გაიყვანა ტრაილერი საქართველოდან პირდაპირ რუსეთში. და ეს მანი ხო გერმანული მანქანაა და პირდაპირ სანქცირებულია. ვისი კომპანია, ეგეც გეცოდინებათ ახლა? კი, გეტყვით, მოკლედ, ფლობელები არიან ლია წაქაძე, პეტრე წაქაძე და შოთა მშვილდაძე. ეს ლია წაქაძე აღმოჩნდა თეგეტა ჰოლდინგის ფლობელის თემურ კოხოძის ცოლი. ეს პეტრე არის ლიას მიშვილი და ასევე თეგეტაში მუშაობს მსუბუქი ავტომობილების მიმართულების მთავარი ოფიცერია და ეს შოთა მშვილდაძეც ასევე არის თეგეტას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი. მოკლედ, სამივე არის თეგეტასთან დაკავშირებული. თეგეტა არის მენის ოფიციალური დილერი საქართველოში და შემოყვანის. ისინი არ ჩამოიყვანეს, მაშინ მერის დაკვეთით კი, ოფიციალური დილერები არიან საქართველოში და სქემა ისე კარგად აუწყვიათ. გერმანიიდან ჩამოიყვანეს თურქული კომპანიის დავალებით. შემდეგ ამ თურქული კომპანიის დავალებით უკვე Enterprise-მა მოკიდა ამ ტრაილერებს ხელი, წაიყვანა აზერბაიჯანის საზღვართან, მერე გადაკვეთა საზღვარი აზერბაიჯანიდან რუსეთში გადაკვეთა საზღვარი დაღესტანთან და საბოლოო ჯამში ჩავიდა მოსკოვში. და მთლიან ამ გზაში ყველგან, ანუ Enterprise იყო პირველი წერტილიდან ბოლო წერტილამდე. ჩვენ ეს როგორ ჩვენ ავდექით და ამ ტრაილერების ვინ-კოდებს მივყევით. ანუ ყველა ეს ექსპორტი ვინ-კოდებით შევამოწმეთ და იმდენად ზუსტ ინფორმაცია გვაქვს ამ ტრაილერების გადაადგილების, რომ 0.1%-იც კი არ არსებობს იმის, რომ თქვენ რომ მათ არ იცოდნენ სად მიდიოდა, ან ის რომ ეს ასე არ იყო. ანუ შეუძლებელია ყველაფრის თქმა. არა და ჩვენს ბაზარში Enterprise რუსეთში ექსპორტი არ აქვს. ანუ სიამდვილეში ჩვენს ბაზარში მას თურქეთში და სომხეთში გაყავს ტრაილერები და ისინიც ტრაქტორების საერთაშორისო ბაზები ერთმანეთს ემთხვევა ამ მონაცემების გადამოწმებისას. კარგი, მაშინ დავრეკოთ და ვნახოთ ახლა რას გვიპასუხებენ. ჩვენც ძალიან გვაინტერესებს. ალო, გამარჯობათ, ქალბატონი თამარი ბრძანდებით? ქალბატონი თამარ, მე იასათიანი ვარ, აიფაქტის ჟურნალისტი. თქვენ შპს Enterprise-ის დირექტორი ხართ, ხო? ავტომობილები შესაძლებელია თეგეტაზან ყიდულობდეს და შემდეგ ყიდდეს? ანუ მსგავსი პარტნიორობა ან რაიმე მსგავსი? კი, რა თქმა უნდა, შეგვიძლია ვიყიდოთ და გავყიდოთ, კი ბატონო. ნუ რეალურად სანქციების დარღვევაში მონაწილეობს თქვენი კომპანია. და ეს მაინტერესებს, ანუ რატომ, როგორ მოახერხეთ გაყვანა? მაგრამ თქვენ რატომ გიპასუხოთ რამეზე თუ მონაწილეობს, რა ვიცი, ანუ არ მონაწილეობს, მაგრამ თქვენ რატომ გიპასუხოთ? ანუ ფაქტია, რომ მონაწილეობს. ანუ სამართლიანია, შორ გემაპარაკებით. რაც ვაკეთე. ანუ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საერთაშორისო იმიჯი, იმიტომ რომ თქვენი კომპანია ასევე კორისკის საერთაშორისო კვლევაშიც მოხვდა, როგორც სანქციების გვერდის ავლის ერთ-ერთი ქართული კომპანია. დიახ, უფრო მნიშვნელოვანია.
რამდენიმე დღე ვცდილობდით თეგეტა ჰოლდინგისგან პასუხების მიღებას. თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია გადაცემული არის ქალბატონ თათიასთვის და საჭიროების შემთხვევაში. ანუ საჭიროების შემთხვევაში რას ნიშნავს? ანუ პასუხი უნდა ვიცოდეთ თქვენგან და მაგიტომ სამწუხაროდ ქალბატონ თათიას ნომერს ვერ დაგიზუსტებთ. ხო, არ ვიცი. შემდეგ რომ გამოქვეყნდება მასალა, ხო იწერება ჩვენი საუბარი, შემდეგ რომ გამოქვეყნდება მასალა, იცოდნენ რომ მე ყველა გზა ვცადე თქვენთან კომუნიკაციის, მეილზე მოწერიდან დაწყებული, ქალბატონ თათიასთან დარეკვით გაგრძელებული და ცხელხაზზე დარეკვით. ნახვამდის. 2 წელია ვიკვლევთ, რა ფორმითაა ჩართული საქართველოს რუსეთისთვის სანქცირებული ტვირთის მიწოდების სქემებში. ტვირთის მიწოდების რამდენიმე ძირითადი გზა არსებობს. რეალურად ორი ძირითადი სახმელეთო სქემა გვაქვს, რომელითაც ტვირთი საქართველოსთან რუსეთში ჩადის. ერთი არის საქართველოსთან რუსეთში პირდაპირ ლარსის გავლით. ხო, სადაც ყავს ქართული და უცხოური კომპანიები. ეს კომპანიები არიან გადამზიდი კომპანიები, ტვირთი ამათ ჩახავთ საბოლოო დანიშნულების პუნქტამდე, ანუ რუსეთამდე. და ყირგიზეთშიც იგივე სქემა მოქმედებს, საქართველოსთან ყირგიზეთში მიდის, მაგრამ რუსეთში რჩება გზაში და რეალურად კი ბატონო. და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ტექნიკა არის ევროპული, საქართველოში შემოდის ევროპის ქვეყნებიდან. ხო. და მეორე სქემა, რომელიც გაცილებით უფრო რთული და ჩახლართული არის, ეგ არის საქართველოსთან ისევ პირდაპირ რუსეთში, მაგრამ მესამე ქვეყნის გავლით. და შუაში არის მესამე ქვეყანა, ანუ საქართველოსთან მიდის ყაზახეთში, უზბეკეთში, აზერბაიჯანში და მერე რუსეთში. აქაც იგივენაირად ყავს ქართული და უცხოური კომპანიები, გადამზიდები. კი, და აქაც ევროპიდან შემოდის ყველა ეს ტექნიკა რეალურად თავიდან საქართველოში. და ამ სქემის უფრო რთული ვარიანტი არის, როდესაც ესე ლაგდება, რომ ევროკავშირიდან მიდის მესამე ქვეყანაში, მერე საქართველოში, საქართველოსთან კიდე მესამე ქვეყანაში მიდის, ანუ აზერბაიჯანში, მაგალითად, ანუ ევროკავშირიდან შემოვიდა თურქეთში, თურქეთიდან საქართველოში, საქართველოსთან აზერბაიჯანში და აზერბაიჯანიდან რუსეთში. ამ გზით მხოლოდ ტრაილერები და მძიმე ტექნიკა არ გადის. მაგალითად, ადრე ვწერდით იმაზე, როგორ გააქვთ ჩვენგან რუსეთში დრონები, ორმაგი დანიშნულების ნივთები და ძვირადღირებული მანქანები. სტატიების ბმულები აღწერაშია. ამ მასალების გამოქვეყნების შემდეგ შემოსავლების სამსახური საჯარო განცხადებებში ბრალს ხვდებდა, რომ ამ ამბების სააშკარაოზე გამოტანით ჩვენ ქვეყნის იმიჯს ვაზიანებდით. სინამდვილეში კი ქვეყნის იმიჯს ის კომპანიები აზიანებენ, რომელიც ფულის შოვნის სანაცვლოდ ოკუპანტს სანქცირებულ ტვირთს აწვდიან. შემოსავლების სამსახური კი ამგვარ შემთხვევებზე თვალს ხუჭავს. ამას მოწმობს ტრაილერებისა და მძიმე ტექნიკის ქვეყნიდან პირდაპირ რუსეთში გაგზავნის ფაქტებიც. ზოგიერთი ალბათ იკითხავთ, მერე რა მოხდა, საქართველო თუ არა სხვა ქვეყნები არიან, რომელთა დახმარებითაც რუსეთი ამ პროდუქციას მაინც მიიღებსო. შეგახსენებთ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ამბავი ქვეყანას შეიძლება ძალიან ძვირად დაუჯდეს. გიგი გიგიაძე საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტია და მან ჩვენზე კარგად იცის, რა რისკები ახლავს საერთაშორისო სანქცირებული ტვირთის მიწოდების სქემებში მონაწილეობას. საქართველოს ვერანაირ სარგებლობას აქედან ვერ იღებს, აქედან სარგებლობენ მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც უშუალოდ ჩართული არიან აი ამ სქემებში, ეს არიან თავად, ასე ვთქვათ, პოლიტიკური პარტიისთან დაახლოებული პირები, თავად პოლიტიკური პარტიის ამ ქართული ოცნების წევრები, ხოლო რაც შეეხება ხალხს, ჩვენ სრულად საპირისპიროს ვადევნებთ თვალყურს, რეალურად სიტუაცია მძიმდება ყოველდღიურად და კიდევ ერთხელ გავემეორებ, ძალიან ცუდად აისახება ჩვენი ქვეყნის საერთო იმიჯზე, საქართველოს ყველაზე დიდი დანაკარგი, რაც განიცადა ბოლო 2-3 წლის მანძილზე, ეს არის ჩვენდამი დასალური ნდობის დაკარგვა. რაც იქნება ყველაზე რთულად აღსადგენი. ჩვენ გვესმის, რომ მრავალი წელი ჭირდება დასავლეთის იმის დანახებას, რომ შენ ხარ რეალურად პროევროპული, შენ ხარ რეალურად ევროპული დასალური ღირებულებების მქონე ქვეყანა, მატარებელი ქვეყანა და ეს ყველაფერი გაილია ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე, მას შემდეგ, რაც ამ პოლიტიკურ პარტიამ გადაწყვიტა, რომ წასულიყო პირდაპირ წინააღმდეგობა შესულიყო ევროპასთან, ევროპულ ღირებულებებთან და დაეჭირა აერთშია მხარე, ეს არის რუსეთის მხარე. როგორ ვიპოვეთ ტრაილერების და მძიმე ტექნიკის ექსპორტის ამბავი?
რუსულ ავტოვაჭრობის საიტზე ვნახეთ, რომ სანქციების მიუხედავად, რუსეთში ისევ იყიდებოდა 2023 წლის შემდეგ გამოშვებული ტრაილერები და სპეცტექნიკა. 2025 წლის თებერვალსა და მარტში ავიტორუზე 1000-ზე მეტი სატვირთო ავტომობილის განცხადება დავთვალეთ. თან ეს იმ დროს, როცა ყველა ოფიციალურმა მწარმოებელმა რუსული ბაზარი ომის დაწყებიდან მალევე დატოვა. ჩვენ კირკიტა ხალხი ვართ. ამ განცხადებებს გავყევით და საერთაშორისო ბაზებში ვიპოვეთ ქართული კომპანიები, რომელიც მიწოდების სქემებში არიან ჩართული. რამდენიმე მათგანის მაგალითს მოგიყვებით. დანარჩენი ვრცლად და დეტალურად ჩვენ საიტზე გამოქვეყნებულ სტატიებში შეგიძლიათ ნახოთ. პატარა გადახვევა. თუ გინდათ, რომ iPact-მა გამოძიებების მომზადება გააგრძელოს, დაგვეხმარეთ. თქვენგან გვჭირდება პირველი არხის გამოწერა, მეორე ჩვენი გამოძიებების გაზიარება, რომ ფაქტებით გამყარებული და გადამოწმებული ინფორმაცია მეტ ადამიანთან მივიდეს. და მესამე, თუ ფინანსური დახმარებაც შეგიძლიათ, აღწერაშია ჩვენი ანგარიშის ნომერი. უფრო დიდი სურათის დასანახად, საქსტატის მიერ მოწოდებულ სტატისტიკას დავაკვირდეთ. ომის დაწყებიდან მალევე გაიზარდა საქართველოდან მძიმე ტექნიკისა და სატვირთოების ექსპორტი. ოღონდ მხოლოდ პირდაპირ რუსეთში კი არა, ყირგიზეთში, სომხეთში, ყაზახეთში, უზბეკეთში. მაგალითად, 2022 წლიდან ყაზახეთში 310 ტრაილერი და 117 მძიმე ტექნიკაა გასული. ჯამში 427 ერთეული. 2019-2021 წლებში კი გავიდა 14 ტრაილერი და 45 მძიმე ტექნიკა. ჯამში 59 ერთეული. ყირგიზეთში კი გაიტანეს 282 ტრაილერი და 128 მძიმე ტექნიკა. რუსეთში კი 173 ტრაილერი და 19 მძიმე ტექნიკა. სომხეთში 3278 ტრაილერი და 1283 მძიმე ტექნიკა. უზბეკეთში 10 ტრაილერი და 59 მძიმე ტექნიკა. სულ 5-ვე ქვეყანაში 2022 წლიდან დღემდე გატანილია 4053 ტრაილერი და 1606 მძიმე ტექნიკა. რეალურად Volzაში და Impergeniusში ვნახეთ, რომ ქართულმა კომპანია BAS Motors 2024 წელს 10 ცალი ექსპორტერ დამტვირთველი ჩაიყვანა რუსეთში. საქსტატს თუ დავუჯერებთ, მარტო 2 ცალი აქვს აქედან რუსეთში წაყვანილი, არა და 10-ვე სანქტ-პეტერბურგშია ჩასული. ავიტოზეც ვნახეთ ეს ტექნიკა, რომ იყიდება. ეს 8 ცალით საინტერესოა რა, დანარჩენი 8 ტექნიკა BAS Motors-მა მათი დეკლარაციის მიხედვით სომხეთსა და უზბეკეთში გაიყვანა. მაგრამ სომხეთის სტატისტიკის სამსახური წერს, რომ 2024 წელს ექსკავატორ დამტვირთველები არათუ ამ კომპანიისგან, არამედ საქართველოსგანაც არ მიუღიათ. ანუ სომხეთში საერთოდ არაფერი არ შედგან ასეთი. ნინო, კიდევ მეორე სქემაც ვნახეთ, უფრო მეტად ჩახლართულია, აი როდესაც შუამავალი ამ ქართულ და რუსულ კომპანიებს შორის, მაგალითად არის ყაზახური კომპანია. ესეთი მაგალითი. კი, Georgian Trans არის ამის ნათელი მაგალითი, სადაც ანუ Georgian Trans არის გადამზიდი კომპანია, მყიდველი არის ყაზახური კომპანია, გამყიდველი არის სომხური მხარე, მაგრამ პროდუქტი, ანუ ტვირთი მიდის რუსეთში. ანუ ყაზახურმა კომპანიამ დაავალა, იყიდა სომხური კომპანიისგან, დაავალა ქართულ კომპანიას ამის რუსეთში ჩაყვანა. რადგან ფულის გადარიცხვა მოხდა სომხეთში, დარეგისტრირდა სომხურ ექსპორტად, მაგრამ რეალური დანიშნულება არის რუსეთი. ანუ რუსეთში უნდა ჩაიყვანოს ტერიტორიულად და ამას ბაზებშიც ვხედავთ. ანუ Georgian Trans-მა კარგად რო გავიგოთ ახლა. საქართველოში იყო ეს ტვირთი. კი, საქართველოდან დაიძრა. წაიყვანა ეს ექსკავატორ დამტვირთველები და ჩაიყვანა რუსეთში. კი, როგორც გადამზიდი. ზუსტად ეს ექნა, მაგრამ ანუ თვითონ მარტო გადამზიდი იყო და თვითონ ჩაიყვანა ყაზახური მხარის. თუმცა იცოდა სადაც მიყავდა. კი, რა თქმა უნდა იცოდა, სად მიყავდა, თვითონ ჩაიყვანა. Georgian Trans-ისა და BAS Motors-ის ხელმძღვანელებს დავურეკეთ. გვინდოდა შეხვედრა და ვრცელი ინტერვიუს ჩაწერა. ყიდველისაგან ვღებულობთ ასე თქვა დავალებას შეკვეთას ამის მიხედვით შემდეგ მათსავე უკვე მოძიებულ მოპოვებულ პარტნიორთან ვაწარმოებთ შესაბამის გაფორმების პროცედურებს ამ შემთხვევაში როგორც გადამზიდავით ესე მონაწილეობთ მაგრამ უმეტეს შემთხვევაში არა მხოლოდ ასე თქვა რეექსპორტის პროცედურების გაფორმება ეს როგორც გითხარით უდიდესი ნაწილი მოდის სომხეთის რესპუბლიკაზე და იშვიათ შემთხვევებში არის შუა აზიის ქვეყნებში დაკვეთები შეიძლება იყოს ყირგიზეთი, უზბეკეთი, ყაზახეთი მახსენდება იყო რაოდენიმე შემთხვევა და მათ შორის რუსეთის ფედერაცია. ეს გავრცელებული პრაქტიკაა და არა მხოლოდ სომხეთის შემთხვევაში, ანუ შეიძლება იყოს
საერთოდ მესამ დუბაი იყოს მაგალითად, მახსენდება ემირატები შეიძლება იყოს დამოვალებელი, რომ მიაწოდოთ მაგალითად რუსეთის ტერიტორიაზე საქონელი, აი თურქეთში შეიძინეთ და მიაწოდეთ მაგალითად რუსეთის ტერიტორიაზე. შეიძინეთ კი არა, აიღეთ უბრალოდ შეძენის შემთხვევაში კიდევ სხვა, ანუ აიღეთ, იმიტომ რომ გადაფრილი აქვს დატვირთვა, მესამე პირები ვაჭრობაში მონაწილეობენ ისე, რომ ფიზიკურად დაუშვათ შემხებლობა არ აქვთ საქონელთან რა, ანუ დისტანციურად გარიგებაში გებულობენ მონაწილეობას და ამის განხორციელებას ავალებენ ამა თუ იმ გადამზიდავს. მე პირადად ძალიან ბევრი გადამზიდავი კომპანია, ქართული გადამზიდავი კომპანიებს არ აქვთ იმის ფუფუნება, რომ ხელმძღვანელობ მხოლოდ ესე ვთქვათ პოლიტიკური სიმპათიებით და მორალური სტანდარტებით და რუსეთის ბაზარი გადამზიდავებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ბაზარია. ალო, ბატონო რუსლან, გამარჯობა. ბატონო რუსლან, მე მაინტერესებს საბაჟო დეკლარაციებში რატომ უთითებთ, რომ ექსკავატორები ექსპორტით გაგყავთ უზბეკეთსა და სომხეთში, როცა საბოლოოდ რუსეთში ასრულებს ეს ექსკავატორები გზას? ნავთობი მე რა, რუსეთში ყოველდღე მილიონი ტექნიკა მიდის. ყოველდღე ეგეთა ყოველდღე ხიდის მილიონობით ტექნიკა. აფეულებ და შეულობენ. ეს პრიზაბი რა ახალ ასტამალემათა არაფერი არ მიშინია. მე ყოველდღე ტექნიკას ვიდი და მის ტრადმიპას მე მაგას ვერ გავაკეთებ. ვიყავით ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე, რომელიც მძიმე ტექნიკისა და სატვირთოების გადამყვანთათვის ყველაზე მოსახერხებელი ადგილია. შეგხვედრიათ ხოლმე ეგეთი შემთხვევები, როდესაც აი მძიმე ტექნიკა მიდის, ან მძიმე ტექნიკა მიყავთ. აი ეს როგორ ხდება ხოლმე, ანუ ტრაილერებშია თუ ისე ცალკე? არა, მძიმე ტექნიკა ზახა ამანქანით ვერ არის სპეციალური მანქანები და იმას გამცილებელი ყავს და აქ სპეციალური ნიშნები და ვერიდებით და ჩვენ ძღოლები ახ თვითონ ვარ გულოვკეთ. მე ბევრი მინახია სტაიანკაზე, აი ქართული ნომერი აგერ გვერდში მივალ და ამასენ ჩამევიდა ერთი ვიზი და საერთოდ საქართველოს არ იცის სადა. კაზახსტანში შევხვდი, მოსკოვში დაძვერდე. ბევრს ყავს ჩვენი მანქანები, თურქებსაც, კაზახ და საქართველოს მანქანა ურჩევნი აქანა იყიდოს, მინდობილობით იკატავოს. გააკეთებს, მეც მინდობილობით დღეს ესრება. Gaagatev, миндобиловоста все. Я знаю, что естественно, что трейлеры, которые сейчас по транзитам грузинские, они временные. И если они здесь сейчас находятся, они значит едут в Армению. И в Армению они зайдут в терминал, и уже с терминала выйдут как эта машина. Перевозчики русские, белорусские приехали на Армению, открывали, не знаю каким образом, вид на жительство. И если имеешь армянский вид на жительство, можешь иметь машину и компанию. То есть пока житель. И купили машину уже, что с Европы, купили уже на Армению. И они начинали под именем армянского перевозчика работать на Европе. Потом я слышал, что вот европейские транспортники решили, что штрафовать тех, кто едет на Европу армянские машины, перевозчик армянский, но водители русские, белорусы, большие санкции поставили. Смотрите, насчет запчасти, вот машина, это европейский, правильно? Запчасти, как дойдут туда? Везде в России, на этот, как называется? В санкциях? Да, санкции у них. Ну, да, понятно. Через Армению, через Казахстан, через... Все равно это народ, люди, кто что создает, они могут крутить, вертеть, работать, жить. Россия под санкции, через какой черт его, какой страна, вот так, кругом, вот вертят туда-сюда, опять Россию. გარდა საერთაშორისო რეპუტაციის შელახვისა, სანქციების დარღვევის დამტკიცების შემთხვევაში საფრთხე დაემუქრება ქვეყნის ეკონომიკასაც. თვისობრივად შეიცვალა დასავლეთის დამოკიდებულება უკანასკნელ კვირებში რუსეთის მიმართ. ვერ ხერხდება და სავარაუდოდ ვერ მოხერხდება მშვიდობის დამყარება და შესაბამისად ახალი სანქციების გზით წნეხის განხორციელების ეტაპი იწყება. რაც ნიშნავს იმას, რომ ბევრად შემივარაუდით, ბევრად გამკაცრდება ფინანსური სანქციები, ბევრად გამკაცრდება რუსეთის მიმართ სხვა ტიპის სანქციები და ჩემივე ვარაუდით ვფიქრობ, რომ ის სქემები, რა სქემების
საშუალებითაც საქართველოს მაგალითად სარგებლობდა და აწარმოებდა ირიბ ვაჭრობას, ან ხელს უწყობდა ირიბ ვაჭრობას პირობითად ამერიკასა და რუსეთს შორის, ის სქემები ვეღარ იმოქმედებს. ეს, მოდი ასე ვიტყოდი, პატარა ბუშტი, რომელიც გაიბერა საქართველოს ეკონომიკაში, შეიძლება მყისიერად გასკდეს და ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი რყევა ეკონომიკისთვის. ერთი პრობლემა ეკონომიკისთვის არის, რომ ის სარგებელი, რასაც ნახულობდნენ საქართველოში ინდივიდები, ბიზნესები და სახელმწიფო გადასახადების, აკრეფილი გადასახადების გზით, იმას ვერ ნახავენ, ეს აისახება დასაქმებაზე, აკრეფილ გადასახადებზე და ასე შემდეგ უარყოფითად და მეორე, დილემის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს საფინანსო სექტორი და ჩემი აზრით, დღევანდელი საფინანსო სექტორი კაცრად დაიცავს ახალ სანქციებს და საქართველოს მთავრობა, რომელიც აქამდე, ასე ვთქვათ, მაქსიმალურად ცდილობდა, რომ ფორმალურად დაეცვა წესები, მაგრამ ბევრ რამეზე თვალი დაეხუჭა, უკვე ამ თვალის დახუჭვის შესაძლებლობა მას ნელ-ნელა შეიძლება შეეზღუდოს და ნულამდე დავიდეს. წესით, საქართველოს საბაჟო სამსახური ჩვენზე უკეთ უნდა ხედავდეს, როგორ მოიმატა საქართველოდან რუსეთში მიმავალმა ტრანზიტულ ნომრიანმა სატვირთოების რაოდენობა. გზებზე მოძრავი ადამიანებისთვის ეს თვალსაჩინოა ხოლმე. ოფიციალურად საქართველოს სანქციების აღსრულებას ამ ნაწილში შეერთებულია. საბაჟომ წესით იმ სატრანსპორტო საშუალებებს, რომლის ძრავის მოცულობა 1,9 ლიტრს აღემატება, რუსეთში რეექსპორტის ნება არ უნდა მისცეს. შემოსავლების სამსახურთან, რომელიც საბაჟო გამშვებ პუნქტებს აკონტროლებს, ჩვენ ხანგრძლივად ვცდილობდით კომუნიკაციას და კითხვებზე პასუხის მიღებას, თუმცა უშედეგოდ. ჩვენ კი პასუხებთ ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში აუცილებლად, ამიტომ დავიწყოთ იმით, რომ გამოგვიგზავნეთ წერილი. ალო. ალო, გამარჯობა თამონა, ია ვარ აიფაქტიდან გუშინ რომ გესაუბრეთ. ხომ არა გვაქვს რაიმე პასუხი ინტერვიუსთან დაკავშირებით? აგზავნილი მაქვს უკვე და დღის განმავლობაში დაგიბრუნდებით აუცილებლად. კარგით თამონა, მადლობა. ახლა ალბათ ისე ვიტყვიან, რომ ამ მასალის გამოქვეყნებით ჩვენ ვაზიანებთ ქვეყნის იმიჯს. ჩვენი გამოძიებები უფრო აზიანებს ქვეყნის იმიჯს, თუ მათი სიჩუმე და უმოქმედობა. თქვენ რას ფიქრობთ?